ევროკავშირი და საქართველოს საით ახლა სწორედ ამ რიტორიკული კითხვით დაიწყეს დღევანდელი კონფერენცია ამ შეხვედრის მონაწილეებმა და ეს შეხვედრა გაიმართა დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ორგანიზებით, სადაც ფაქტობრივად წარმოდგენილია საქართველოში ყველა მოქმედი ადგილობრივი თუ საერთაშორისო სამოქალაქო არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები, ასევე პოლიტიკოსები ოპოზიციური პარტიებიდან და სხვა სტუმრები უცხოური დელეგაციებიდან, მათ შორის საელჩოებიდან. მათი განცხადებით, საქართველო ახლა დგას პოლიტიკურ და სამართლებრივი კრიზისის წინაშე და ეს კრიზისი უფრო ხმავდება. ამისკენ მათ მიაჩნიათ ერთადერთ გამოსავლად ახალი არჩევნების დანიშვნა, რადგან მათი განცხადებით უკვე პიკს მიღწეულია ქართული ოცნების ხელმძღვანელობით პროცესები და მათი განცხადებით ქართული ოცნება აჩქარებს რეპრესიული კანონმდებლობის შემოღებით თუ პოლიტიკური გადაწყვეტილებებით საქართველოს ევროკავშირისგან დაშორების გზას და ყველა ქმედება, რომელსაც ბოლო პერიოდში მათი განცხადებით ქართული ოცნება ახორციელებს როგორც საკანონმდებლო სივრცეში, ისე პოლიტიკური განცხადებების საფუძველზე, სწორედ აქეთკენაა მიმართული. სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები ასევე აცხადებენ, რომ რჩება გარკვეული ბერკეტები იმისათვის, რათა მოხდეს ზეწოლა ქართული ოცნების გადაწყვეტილებებზე და შეიცვალოს ვითარება, თუმცა მათი განცხადებით ამის ერთ-ერთი მთავარი გამსაზღვრელი ქმედება მაინც იქნება ახალი არჩევნების დანიშვნა, რადგან იმ პროცესებს, იმ კრიზისს, რომელიც საქართველოში ახლა არის, ვერ შეცვლის ვერანაირი თანამდებობრივი ცვლილებები ქართული ოცნების მთავრობაში და ვერც სხვა გადაწყვეტილებები, თუნდაც უკან დახევის თვალსაზრისით. ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ სამოქალაქო ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირების განცხადებები. Ჩვენ ვფიქრობთ, რომ გარეზე წოლა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. ევროკავშირის უფრო მეტ აქტიურობას ველოდებით. არ ვფიქრობ, რომ ევროკავშირი დღეს არის საკმარისად ეფექტიანი იმისთვის, რომ გაუმკლავდეს ქართული ოცნების ამ ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებს. ჩვენ გვესმის განცხადებები, რომელიც ძალიან კარგია, სწორია და საკმარისი იყო რაღაც ეტაპზე, მაგრამ დღეს საკმარისი არ არის. გარეზე წოლა უნდა გაგრძელდეს. შიგნით ადამიანები აჩვენებენ, რომ ისინი არ შეეგუებიან იმ რეალობას, რომელიც დღეს გვაქვს. ამ ორი ფაქტორის ერთობლიობამ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ქართულმა ოცნებამ დანიშნოს ახალი არჩევნები. დღეს დე-ფაქტო ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გაწყდეს, არათუ შეწყდეს ევროინტეგრაციის პროცესი, რაც უკვე გამოაცხადეს, არამედ საერთოდ გაწყდეს კავშირები ევროპასთან. მათი რიტორიკა, მათი ქმედება, ის დისკრიმინაციული კანონები, რომელსაც ფაქტიურად ყოველდღე იღებენ, სწორედ იმის ნიშანია, რომ შეცვლილი აქვთ კურსი და სწრაფი გზით მიდიან რუსეთისაკენ. ერთადერთი, რაც საქართველოს ჯერ კიდევ ტოვებს ევროპულ ორბიტაზე, ეს არის ქართველი ხალხი, რომელიც იბრძვის, ქართველი ხალხი, რომელიც უკვე მეასე დღეა თუ არ ვცდები, ქუჩებშია და გამოხატავს თავის სურვილს, რომ საქართველო ისევ იყოს ევროპული ოჯახის წევრი, დაუბრუნდეს დემოკრატიულ განვითარებას და არ მოხვდეს საბოლოოდ რუსეთის ორბიტაზე, რაც რა თქმა უნდა დამანგრეველი იქნება ჩვენი მომავლისთვის. მიუხედავად იმისა, რომ დღეს არსებული კრიზისი პრინციპში უპრეცედენტო არის, პოლიტიკური დემოკრატიული თვალსაზრისით ქვეყანა მსგავს შიდა პოლიტიკურ კრიზისში არ ყოფილა და ამას აძლიერებს მათ შორის ისიც თუ რამდენად ძლიერ იზოლაციაში შედის ქვეყანა. ჩვენი შეფასებით ცხადია, სათანადო პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში ამ კრიზისის დაძლევა შესაძლებელი არის და მათ შორის ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნებაც ცხადია კვლავაც არის შესაძლებელი. ამის მთავარი ფაქტორი არის ახალი არჩევნები, იმიტომ რომ არსებული პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის ერთადერთი გზა არის რეალურად ახალი სამართლიანი არჩევნების ჩატარება, რომელიც რეალურად უზრუნველყოფს ქართველი ხალხის ნების ასახოს პოლიტიკურ ველზე. ცხადია, ამას თან უნდა ერთვოდეს დემოკრატიული რეფორმები, ამას თან უნდა ერთვოდეს ყველა პოლიტიკური პატიმრის მყისიერი გათავისუფლება, იმისთვის რომ ქვეყანა ამგვარ დაპირისპირებაში, დემოკრატიის უკუსლაში შეწყდეს ქვეყანაში ამგვარი ტენდენციები და რეალურად დაიწყოს მართლა ქვეყნის ნორმალური მიმართულების განვითარება. კონფერენციაზე ბევრი ისაუბრებს მაგალითებზე, თუ რა კრიტერიუმებით დგინდება სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლების მხრიდან, რომ ქართული ოცნება აშორებს საქართველოს ევროკავშირს, მათი განცხადებით ის რიტორიკა, რომელიც ქართული ოცნების ლიდერებს გააჩნიათ დასავლურ კურსთან დაკავშირებით, ასევე ის კანონები და კანონთა პაკეტები, რომლებიც მიიღო და იღებს მომავალში, იგივე მედიის კონტროლის შესახებ კანონი, ამერიკული ფარას მორგება ქართულ რეალობაზე და ასე შემდეგ, სამოქალაქო
ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ ეს არის დემოკრატიის ხმის ჩახშობის მცდელობა ხელისუფლების მხრიდან და მათი განცხადებით ახლა ერთადერთი გამოსავალი არის დაუღალავი ბრძოლა ამ ყველაფრის წინააღმდეგ, რათა ქვეყანაში შენარჩუნდეს დემოკრატიის ხმა და მათი თქმით საპროტესტო აქციებთან ერთად აუცილებელია გარე ზეწოლაც დასავლელი პარტნიორების მხრიდან, როგორც ევროკავშირის წარმომადგენლობის მხრიდან, ასევე შეერთებული შტატების ადმინისტრაციის მხრიდან.